სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთს სტუმრობს. პეკინში ის პირადად პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით იმყოფება. 5დღიანი ვიზიტი ბელგრადსა და პეკინ შორის ურთიერთობების გაღრმავებას მოემსახურება, რომელსაც ორივე მხარე რკინასავით მტკიცე კავშირად აფასებს. კიდევ უფრო მეტის მოლოდინი აქვს ევროპელ სტუმარს, რომელიც ამ კონტინენტიდან ერთადერთია, ვინც ჩინეთთან ეგრეთ წოდებული საერთო მომავლის მქონე საზოგადოება ჩამოაყალიბა. პეკინის ჩრდილო-დასავლეთით ჩინეთის დიდი კედლის პირველად მონახულებისას სერბმა ლიდერმა ამ ორმხრივი კავშირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სურს აღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას. ჩვენ მოგწონს ჩინელი ხალხი, სურს ვიხილოთ მეტი ჩინელი ტურისტი, მეტი ჩინელი ინვესტორი, მეტი ჩინელი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ. ჩვენ ღრმად ვართ მადლიერები ჩინეთის იმის გამო, რომ რთულ მომენტებში ჩვენს გვერდით იდგა. გაჭირვებაში ნამდვილი მეგობარი ხომ სწორედ ამ დროს იცნობა. როდესაც რკინის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს ნამდვილად ასეა. ჩამოდით სერბეთში და ისიამოვნეთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. დიდებული ადგილია. ეს დიდი კედელი კი დაუმარცხებელმა ხალხმა ააშენა. ეს ბევრს ამბობს ჩინელ ხალხზე. ბევრს გვიყვება თქვენს შეუპოვრობაზე, თანმიმდევრულობაზე. თქვენ სურვილზე დაიცვათ თქვენი ქვეყანა, საზღვრების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამავე დროს ეს ყოველთვის წარმოაჩენს ჩინელი ხალხის შრომის მოყვარეობასა და ერთგულებას, რასაც მე ძალიან ვაფასებ. ცოტა თუა ცნობილი იმის შესახებ, თუ რაზე აპირებენ პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა საუბარს. ითქვა მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი კიანგთან შეხვედრაზე მხარეები მოსაზრებებს გაცვლიან ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო საკითხების თაობაზე. მოიხილავენ გლობალურ და რეგიონალურ საკითხებს, რომლის გარშემოც საერთო ინტერესები გააჩნიათ. სერბეთისთვის ჩინეთი რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2024 წლის შემდეგ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც მოქმედებს. ჩინურ კომპანიებს კი მილიარდობით დოლარი აქვს დაბანდებული სერბეთში. პეკინი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის თვალსაზრისით. ბელგრადი კი აბრეშუმის გზის პროექტის აქტიური ბენეფიციარი. მხარეები იმედოვნებენ, რომ ურთიერთობებს გააღრმავებენ ტექნოლოგიების, ბიომედიცინის, ხელოვნური ინტელექტისა თუ რობოტექნიკის მიმართულებით. ურთიერთნდობა კი ურთიერთსარგებელზე დგას. დედაქალაქები ერთმანეთს ხარს უჭერენ იმგვარ გრძნობიარე საკითხებში, როგორც ერთისთვის კოსოვო, მეორესთვის კი ტაივანია. 2024 წელს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაივანის საკითხზე პასუხის გასაცემად 10 წამიც ეყოფოდა. ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთს შეუძლია ეროვნული გაერთიანების მიღწევა ნებისმიერი გზით და ნებისმიერ დროს. ეს თავად ჩინელი ხალხის საქმეა. ასეთი მტკიცე პასუხი ასახავს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას ჩინეთის ძირითადი ინტერესებისა და სუვერენული დამოუკიდებლობის მიმართ. ჩინეთისა და სერბეთის ხალხები ყოველთვის მყარად იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს. სწორედ ეს წარმოადგენს ორი ქვეყნის რკინისებური მეგობრობის ყველაზე მყარ საფუძველს. სახელმწიფოს მეთაურთა დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში. 2024 წლის მაისში პრეზიდენტმა სი ძინპინმა სერბეთში სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა და ახალი ეპოქა გამოაცხადა ჩინეთ-სერბეთის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისთვის. ამან ნაყოფიერი შედეგებიც მოიტანა. სერბეთის პრეზიდენტის ამ ვიზიტით შეგვიძლია ველოდოთ კიდევ უფრო ნაყოფიერ შედეგებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში. ჩვენი ხალხების რკინისებური მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო პოლიტიკური ურთიერთნდობა ახალ დონეზე ავა. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ჩინეთში ვიზიტი ბევრისთვის საეტაპო თარიღადაც კი განიხილება. ის 28 მაისს დასრულდება.